ღმერთი. ქრისტეს მიერ საყვარელნო, მამანო, ძმანო და დანო. დღეს პავლე მოციქულმა ძალზე მნიშვნელოვანი დარიგება მოგცა. დღეს იყო წაკითხული რომაელთა მიმართ ეპისტოლე წმინდა პავლე მოციქულისა. მოგეხსენებათ, რომ რომაელები იმჟამად წარმართები იყვნენ და პავლე მოციქულმა მათ შორის იქადაგა. საერთოდ ეს ეპისტოლე, რომელიც სხვა ეპისტოლეებისაგან განსხვავებით უფრო გრძელია, ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა გითხრათ, რამე თუ პავლე მოციქული ამ ეპისტოლეში რომაელებს არიგებს და ეუბნება სულის ცხოვრების საკითხებზე, მარადისობის საკითხებზე, ღმერთთან ერთად დამკვიდრების ცათასასუფეველში ამ საკითხებზე საუბრობს პავლე მოციქული. ასევე ეხება მეორე მოსვლის ჯამსაც. ხოლო დღეს კი ჩვენ მოვისმინეთ მისი სიტყვები, სადაც პავლე მოციქული ეუბნება რომაელებს, რომ ჩვენ ყველანიო ვართო გამართლებული სარწმუნოებითო და ყველანი ჩვენ ვართო განწმენდილი ქრისტეს ჯვარცმით, მისი სისხლითო. და თუ ვინმეს გონიაო, რომ საქმეებისაგან ცხონდებაო, ეს ასე არ არისო და მოყავს მაგალითი მამად მთავარი აბრამისა, როდესაც მან ირწმუნა ღმერთი და ეს შეერაცხა მას სიმართლით. ანუ ჯერ არის სარწმუნოება და შემდგომ უკვე საქმეების სარწმუნოებისა. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ ვიტყვეთ ადამიანზე, რომელიც ამბობს, რომ მე მწამს ღმერთი, მაგრამ იქცევა სრულებით შეუსაბამოდ სახარებისეული მოძღვრებისა. მაგაზე ვერ ვიტყვით ჩვენ, რომ ის მორწმუნე ადამიანია. და აი, როდესაც აი ასეთი მდგომარეობა არის, ადამიანი, მინდა გითხრათ, ძალიან საშიშ მდგომარეობაში ვარდება. ის შეიძლება თვლიდეს, რომ აი მე მორწმუნე ვარ, მაგრამ მისი საქმეები ახლოსაც არ იყოს ქრისტეს სწავლებასთან. წმინდა წერილში რაზედაც საუბრობს მაცხოვარი. რამე თუ ბრძანებს, რომ ვინცო მე შემიყვარაო, მანო საქმენი ჩემნი ყოსო. ანუ სარწმუნოება კავშირშია საქმეებთანაც, თვითფასო ძმანო და დანო. მაგრამ ადამიანი თუ ფიქრობს, რომ მე აი საქმეებს ვაკეთებ, რომელიც სადაც არის საუბარი, თქვა ეგ წმინდა წერილში, აი დაახლოებით როგორც ფარისეველი საუბრობდა, ხო?
მეო კვირაში 2 დღესო მარხულობო მე-10-ს ვიძლევიო, კეთილ საქმეს ვაკეთებო და გვალობ შენ უფალო რომ არა ვარო მე ისე როგორც ეს მეზვერე არის. ანუ ადამიანი ტკბებოდა საკუთარი თავით, გარკვეულწილად ტკბებოდა შეუგნებლად და უფალს ეუბნებოდა რომ მე კარგი ვარ. კარგი ვარ და ამიტომაც მე მაქვს უფლება რომ შენ გითხრა რომ მომხედე მე. და ზუსტად პავლე მოციქული ამაზე საუბრობს, რომ ქრისტემო, როდესაცო ჩვენ ცოდვილი ვიყავითო, ცოდვილნიო, მაშინ საკუთარი თავი დაზდო ჩვენთვისო. ანუ რას ნიშნავს ცოდვილნი? რომაელებს ამ შემთხვევაში რას ეუბნება? როდესაც ჩვენ ვიყავით წარმართებიო, ანუ თქვენ წარმართები იყავითო და ხოლო ჩვენ კი ცოდვილნი, იმიტომ რომ ანუ ებრაელთა ერთსაც გულისხმობს, ერთობაში საუბრობს ყველაზე. ჩვენ ცოდვილნიო, იმიტომ რომ ებრაელთა ერი და საერთოდ ადამიანი მოკლებული იყო საშუალებას ცხოვრების ცათა სასუფეველში შესვლის. იმიტომ რომ ეს საშუალება ჩვენ ქრისტეს ჯვარცმის მისი ჯვარზე აღსასრულისა და აღდგომის შემდგომ მოგვეცა. და ამიტომაც პავლე მოციქული ამბობს, რომ ჩვენო, როდესაცო ვიქადითო ქრისტესთიო, ქრისტეს ჯვარცმით ვიქადითო ჩვენ. ესაა ჩვენი დიდება, ესაა ჩვენი სიქადული. და ამავ დროს იქვე ამბობს საოცარ სიტყვებს. ანუ ეს სიქადული ქრისტეთი, ეს არ არის, ესე ვთქვათ, არც ტრაბახი, ეს არ არის არც მედიდურობა, ეს არ არის არც სხვა ადამიანზე საკუთარი თავის უკეთესად მიჩნევა. პავლე მოციქული ამბობს, რომ უმეტესად ჭირში ვიქადითო ჩვენ ქრისტეთიო. ჭირში, მწუხარების დროს და რა არის ჩვენი სიქადული ამ დროს? სარწმუნოება არის ჩვენი სიქადული. ძვირფასო ძმანო და დანო. იმიტომ რომ ჭირში და განსაცდელში უფრო მეტად, უფრო ძლიერად ვევედრებით უფალს. და შემდგომ ამბობს მოციქული, რომ ჭირმაო მოთმინება შეგძინოსო, ხოლო მოთმინებამ სასოებაო. და სასოებაო არ იქნესო სირცხვილეო, რამე თუ სიყვარული მოაქვსო მას. აი როგორი არის დარიგება წმინდა მოციქული პავლესიც, ძვირფასო ძმანო და დანო, რომ ჭირი და განსაცდელი ეს კი არ არის ქრისტიანისათვის როგორც უბედურება, არამედ პირიქით საშუალება რწმენაში გამტკიცებისა. იმიტომ რომ ჭირს მოთმინება ჭირდება. ესეთი საოცარი
გამონათქვამი არის შოთარის რუსთაველის ვეფხისტყაოსანში ყველას მოგეხსენებათ ჭირსა შინა გამაგრება ისე უნდა ვით ქვითკირსაო. ანუ ჭირში გამაგრება როგორ შეიძლება? მხოლოდ და მხოლოდ მოთმინებით და შინაგანი მხნეობით, იმედით, რომ ღმერთი შეგვეწევა და გადავიტანთ ამ განსაცდელს. და ამ განსაცდელის შემდგომ იქნება სიკეთე და სიხარულიც. და მოგეხსენებათ, რომ ქვითკირის ესეთი საოცარი ალეგორია ვეფხისტყაოსნისა, ქვითკირი მოგეხსენებათ, რომ როდესაც ქვითკირით მიდის ლესვა ან დუღაბის დადება, ქვითკირი არის ესეთი სველია, მასა არის და გადის დრო და სულ უფრო და უფრო ძლიერი ხდება ქვითკირი. ეს საოცარი თვისება აქვს ქვითკირს, ის საუკუნეების მანძილზე ინარჩუნებს ამ სიძლიერეს. ჩვენ გვაქვს მაგალითები 10, 12 საუკუნის, ცამე უფრო მეტიც კი საუკუნის ქვითკირის ნაგებობებისა. სადაც ჯერ კიდე შეიძლება ნაკლებად ზოგ ადგილას, შეიძლება მეტად, მაგრამ ქვითკირი ინარჩუნებს თავის სიძლიერეს. და აი ეს დრო ვადამ გულისხმობ ამ შემთხვევაში, აი დრო ჭირდება ადამიანსაც. იმიტომ რომ მოთმინება ხო დროში ხორციელდება. ის არ შეიძლება ხა დღევანდელი დღე მოითმინო და ხვალინდელ დღეს რო იტყვიან გვე დაკარგო მოთმინება. ანუ სარწმუნოება და მოთმინება საფუძვლად ედება სასოებას. სასოება იმედზე უფრო აღმატებული ცნებაა. იმედი შეიძლება გქონდეს, რომ აი ხვალ იქნება უკეთესობა. სასოება ეს არის შინაგანი რწმენა, რომ ხვალ აუცილებლად იქნება უკეთესობა. იმიტომ რომ სასოება კავშირში არის რწმენასთან და რწმენით კავშირშია ღმერთთან. და აი ასეთ გრძნობას, სულიერ გრძნობას დაფუძნებულს რწმენაზე, მოთმინებაზე და სასოებაზე მოაქვს სიყვარული. სიყვარული ღვთისა. და მაშინ უკვე ადამიანი აღასრულებს უფლის მცნებას, შეიყვარე ღმერთი შენი მთელი შენი სულით, გულით, გონებითა და მთელი შენი ძალით. მაგრამ სარწმუნოების გარეშე ეს შეუძლებელია.
იმიტომ რომ სარწმუნოებით იწყება ურთიერთობა ღმერთთან. ეს უნდა ვიცოდეთ ძვირფასო ძვანო და დანო ჩვენ. ეს სიტყვები მოციქულისა ჩვენთვის არის ნათქვამი. და ამიტომაც ჭირში თუ ხინში კონდეს სარწმუნოება ღმერთთან შემაკავშირებელი და სარწმუნოებით მოგვეცემა მოთმინებაც და სასოებაც უფლისა ჩაისახება ჩვენს სულში და შემდგომ კიდევ დამკვიდრდება სიყვარული. რომელთან ერთად კვიდრობს მადლი სულისაწმინდისა. ღმერთმა დაგლოცოთ ძვირფასო ძმანო და დანო და ღმერთმა ყველა ჩვენგანში განამტკიცოს სარწმუნოება, მოთმინება, სასოება და სიყვარული ღვთისა და ქრისტესი. ამინ.